ჩვენ დავუბრუნდით პირდაპირ ეთერში. ალბათ ყველას მოიხსენება, რომ საქართველოში 600,000-ზე მეტი ადამიანი არის სოციალურად დაუცველი, რაც კატასტროფული რიცხვი არის და ადამიანები, სოციალური მუშაკები არიან ისინი, ვინც ამ ადამიანებს ყოველდღიურად უწევენ დახმარებას და სამწუხაროდ ვიცით, რომ ამ ადამიანებზე წნეხი ყოველთვის არსებობდა სამთავრობის მხრიდან და ახლაც რაღაც გაძლიერებული არის მათ მიმართ ეს სამთავრობო წნეხი. მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე და ზუსტად ამ თემაზე უნდა ვისაუბროთ ანას უბირიანის რუბრიკის ფარგლებში. მოგესალმებით, მოგესალმებით, რომ ამ თემით ვართ დღეს. მივესალმები მაყურებელს. დღეს ჩვენი სტუმრები იქნებიან სოფო ღვთისიაშვილი, სოციალურ მუშაკთა გაერთიანების თავმჯდომარე და ასევე ცოტა მოგვიანებით ჩაგვერთვება ნინა შატბერაშვილი, სოციალურ მუშაკთა ასოციაციის გამგეობის წევრი და დამფუძნებელი. დღეს ნამდვილად განსაკუთრებით მწვავედ დადგა ის საკითხი, რომ სოციალური მუშაკები, რომლებიც დასაქმებულები არიან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში, ეს არის ძირითადად სახელმწიფო ბავშვზრუნვის სააგენტო, პრობაციის სააგენტო, მანდატური სამსახური, ამ სისტემებში ისედაც ძალიან მთელი რიგი, ასე ვთქვათ, პრობლემები, შრომითი უფლებების კუთხით, რომელიც წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში, დღეს კიდევ უფრო გამწვავებულია და ნამდვილად მაშინ, როდესაც ეს ადამიანები წარმოადგენენ, ასე ვთქვათ, პირველ ხაზს სახელმწიფოს მხრიდან, რომლებიც მუშაობენ სოციალურად დაუცველ ადამიანებთან, ბავშვებთან, ძალადობის მსხვერპლ პირებთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, მოხუცებთან და ძალიან ბევრ ესეთ მოწყვლად ჯგუფს უწევენ უმნიშვნელოვანეს მომსახურებას, ფაქტობრივად სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე, ეს მომსახურებები იმის ფონზე, რომ აქამდეც საკმაოდ ხარვეზულად მიეწოდებოდათ ბენეფიციარებს, ახლა კიდევ უფრო მეტი პრობლემების წინაშე დავდგებით. დღეს ჩვენ გვაქვს ახალი მოცემულობა სამწუხაროდ, აი გუშინ გავიგეთ, რომ 10-მდე სოციალური მუშაკი სხვადასხვა უწყებიდან გაათავისუფლეს, სრულიად დაუსაბუთებლად და ამაზე ჩვენ სტუმრებთან ერთად კიდევ კარგად ვისაუბრებთ, რა არის ის მიზეზები, რაც დაუფიქსირეს ამ სოციალურ მუშაკებს, მათ შორის ერთ-ერთი ისეთი სამსახურიდანაც გაათავისუფლეს, სადაც ვიცით, რომ სხვა სოციალური მუშაკი არც კი არის და ეს იმ პირობებში, როდესაც ისედაც წლების განმავლობაში ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ არის ძალიან დიდი დეფიციტი სისტემაში. ვსაუბრობდით იმაზე, რომ თითო სოცმუშაკს ყველანაირი სტანდარტით, საერთაშორისო სტანდარტით, მათ შორის ქვეყანაში დადგენილი სტანდარტებით რა რაოდენობის ბენეფიციართანაც უნდა უწევდეს მომსახურების გაწევა, ამაზე ბევრად მეტისთვის უწევთ ხოლმე მომსახურების გაწევა, რაც ცხადია ხარისხზე აისახება და ასე შემდეგ. ახლა უბრალოდ წარმოუდგენელ ვითარებასთან გვაქვს საქმე. ეს არის იმ პროცესის შედეგიც, რასაც ჩვენ ბოლო პერიოდში ვხედავთ, საჯარო მოხელეებზე გაზრდილ წნეხზე მაქვს საუბარი და სამწუხაროდ ერთ-ერთი პირველები ამ კუთხით აღმოჩნდნენ სოციალური მუშაკები, რომლებიც წარმოადგენენ ყველაზე მნიშვნელოვან რგოლს სახელმწიფოსთვის ადამიანებთან მუშაობის კუთხით. სოფო, მადლობა ძალიან დიდი, რომ დაგვითმეთ დრო. ჩვენ მე თავადაც მაყურებელს ვეტყვი, რომ თავადაც ვარ სოციალური მუშაკი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი, ასე ვთქვათ, გასაღები აღმოჩნდა ჩემთვის, რომ უფლებადაცვით საქმიანობაში შემებიჯებინა და მრავალი წლის განმავლობაში პრაქტიკული გამოცდილებაც მქონდა, როგორც სოციალურ მუშაკს და მხოლოდ ამის შემდეგ გადავერთე უფრო ფართოდ ამ კუთხით, თქო, სხვადასხვა რეფორმებზე მუშაობის მიმართულებით ჩავერთე საჯარო სექტორში თუ არა სამთავრობო სექტორში და ჩემთვის როგორც სოციალურ მუშაკისთვის არის განსაკუთრებით მტკივნეული, რაც ახლა ხდება და ჩვენ სოციალურ მუშაკთა პროფესიული თემი აქტიურად მსჯელობთ ბოლო დღეების განმავლობაში, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს კოლეგებს გვერდით დავუდგეთ, დავეხმაროთ მათ თავიანთი უფლებების დაცვაში და შესაბამისად თავიანთი ბენეფიციარების დაცვაში. შენ გაქვს ძალიან ღირებული გამოცდილება და შენს ორგანიზაციას იმ კუთხით, რომ რამდენიმე წლის წინ თქვენ ფაქტობრივად უზრუნველყავით გაფიცვა სოციალური მუშაკების, რომელმაც გარკვეულწილად გარკვეული პრობლემების მოგვარება შეუწყო ხელი, თუმცა მთელი რიგი პრობლემები კვლავ მოუგვარებელი დარჩა და აი ამ ყველაფერზე რომ ვისაუბროთ და მოვუყვეთ მაყურებელს რა მოცემულობის წინაშე ვდგავართ. კი ბატონო, პირიქით მადლობა თქვენ რომ მოგვეცით შესაძლებლობა ამ დიდ საერთო პროცესში
რაც ზოგადად ქვეყანაშიც მიმდინარეობს სოციალური მუშაკის ხმა კიდევ ერთხელ გაჟღერდეს და ზოგადად ნამდვილად სწორად აღნიშნეთ, ჩვენ ვართ ის პროფესიის წარმომადგენლები, რომლებიც ყველაზე კარგად ხედავენ ქვეყანაში არსებულ მძიმე სოციალურ ფონს და ყოველთვის კრიტიკულად გამოვირჩევით ხოლმე ამ კუთხით ნამდვილად გამოგვაქვს თვალსაჩინოდ ვაცხადებთ, რომ ქვეყანაში ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პრობლემებია, ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან მოსახლეობის დიდი ნაწილი, თქვენც დაასახელეთ, რამდენი სოციალურად დაუცველი ყავს და ჩვენ არა მარტო სოციალურ დაუცველებთან, არამედ სხვა ბევრ მოწყვლად ჯგუფთანაც გვიწევს ყოველდღიური შეხება და ყველაზე კარგად ხედავთ მართლაც როგორ მდგომარეობაში ჯერ არიან და აწი კიდე უფრო მეტად ჩავარდებიან ეს ადამიანები, იმიტომ რომ მათ ყველაზე მეტად ჭირდებათ სახელმწიფოს მხარდაჭერა. და ამასაც ვიტყვი, სანამ გადავალ ძირითად თემაზე, რომ აქამდე მართლაც რა სერვისები და პროგრამებიც არსებობდა ქვეყანაში, ჯერ ერთი რომ ყველა იყო დასავლური ქვეყნებიდან წამოსული ინიციატივებით განხორციელებული, მათი მხარდაჭერით, მათი რეკომენდაციებით, მათი გვერდში დგომით და მერე ხდებოდა სახელმწიფო იბარებდა მოკლედ ამ სოციალურ სერვისებს და მომსახურებებს. თუმცა ეს გადაბარებული სერვისი იმდენად ხარვეზიანად მიმდინარეობდა მცირე ბიუჯეტის, მცირე მხარდაჭერის გამო, რომ სამწუხაროდ სახელმწიფოში არსებულ სოციალურ პრობლემებს ვერ უმკლავდებოდა. ან მოთხოვნა უფრო მეტი იყო, ვიდრე სახელმწიფოს მხრიდან მიწოდება ხდებოდა და შესაბამისად ხშირად სოციალური მუშაკები ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ფაქტობრივად შიშველი ხელებით უმკლავდებიან ამ პროცესს და ხშირად საზოგადოებას აგრესია აქვს სწორედ სოციალურ მუშაკის მიმართ. რეალურად ჩვენ სოციალურ მუშაკებით ვართ იმ კაბალური თუ საშინელი სოციალური პოლიტიკის მსხვერპლი, როგორც ის მოქალაქეები, ვინც წესით ეს სერვისი რაღაცა საფუძვლად უნდა მიიღოს. იმიტომ რომ მე ხშირად ვამბობ ხოლმე და ჩემი კოლეგებიც, რომ დღეს და რამდენიმე დიდი ხანი უკვე ჩვენს ქვეყანაში სოციალური პოლიტიკა არ არის პრევენციაზე მიმართული. ეს არის გავს ცეცხლის ჩაქრობას, როცა ხანძარი წაეკიდება, მაშინ მიდიხარ, რომ რაღაცა წყალი მიუშვირო და ჩაახშო და არანაირ რაღაცა წინა ნაბიჯებს თან არასაკმარისი წყლი. ხო, არასაკმარისით იფეფლება ის ადამიანი, რა თქმა უნდა, ვეღარ ახდენს აღდგენას და საზოგადოებაში სოციალიზაციას სათანადოდ. და მუდმივად არიან დამოკიდებული სამწუხაროდ მე აი ამ სერვისებზე. და ვერ ახდენენ გაძლიერებას თავიანთი შესაძლებლობების საზოგადოებაში გამოვლენას, რომ მოახდინონ პოტენციალის გამოვლენა და ასე შემდეგ. და სამწუხაროდ ჩვენს გვიწევს, რომ უკვე გამწოვებულ, უკვე ცეცხლწაკიდებულ პროცესზე მივიდეთ და არც გვაქვს რეალურად გარშემო რომ მივიხედოთ სათანადო სერვისები და პროგრამები, რომ ეს ხალხი დროულად ჩავრთოთ, დროულად მივაწოდოთ, გავაძლიეროთ, დავეხმაროთ და ფეხზე დავაყენოთ. აი მაგალითისთვის მაყურებლისთვის რომ თვალსაჩინო გავხადოთ, აი რა ტიპის საქმეებზე შეიძლება გქონდეს საუბარი, ხო? რასთან გამკლავებას ცდილობს სოციალური მუშაკი. როდესაც ბავშვს არ ყავს კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც მასზე ზრუნვას შეძლებს და სახელმწიფო იღებს ხომ პასუხისმგებლობას, რომ სხვადასხვა ტიპის ზრუნვის სისტემაში განათავსოს ეს ბავშვი და შემდეგ შეძლების დაგვარა თუ კი ამის რესურსი არსებობს, მოახერხოს რეინტეგრაცია ბავშვის. აი ეს არის ძალიან ყბადაღებული თემა, რომელზეც ბევრი კრიტიკა მოდის ხოლმე, ზოგჯერ უსამართლო კრიტიკაც, იმიტომ რომ ეს მიდგომა თავისთავად ძალიან სწორი არის, ხო? მინდობითი აღზრდა იქნება ეს, რომელსაც ასევე ფინანსურად გვერდში უდგას სახელმწიფო, თუ მცირე ტიპის საოჯახო ბავშვთა სახლები, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ამ კუთხით, მაგრამ იმის გამო, რომ აი სწორედ აი ამ კაბალური პირობებიდან გამომდინარე, მათ შორის, რომლის წინაშეც სოციმუშაკები დგანან, სერვისებზე ხელმიუწვდომობის გამო, ეს საქმეები ვერ ხორციელდება ხოლმე იმ ხარისხით, როგორც უნდა განხორციელდეს, ხშირად ისევ კრიტიკა მოდის. და ანა, უკაცრავად შეგაწყვეტინებთ, სულ რამდენიმე გადაცემა მახსენდება ხოლმე შენი შუადღის, რომელიც ძალიან ისე ჩამჩამ კვეთრად და ერთ-ერთი იყო ზუსტად, როდესაც აი სოციალური მუშაკები ყავდა ჩვენ სტუმრად, ბავშვთა უფლებების მიმართულებით, ბავშვთა შრომითი უფლებებზე იყო საუბარი და ძალიან მძიმე მდგომარეობა არის ამ ხრივ რეგიონებში, იმიტომ რომ არასრულწლოვანი მოზარდები გადადიან, გადაყავთ ანუ საზღვარს იქით სამუშაო
იმუშაოთ, თხილის პლანტაციებზე იყო თუ არ ვცდები საუბარი თურქეთში და აბსოლუტურად დარღვეული არის მათი უფლებები და როდესაც აი ეს ადამიანები, ბავშვთა უფლებადამცველები და სოციალური მუშაკები აი ამ საქმეს ბოლომდე გამოძიებას რაღაც ეტაპამდე მიიყვანდნენ და კანონთან შეხებაში მოდიოდნენ, ის კანონი იყო თაროზე შემოდებული და უნარი აღარ ქონდათ მათ რომ გაეგრძელებინათ. ესეც არის ერთ-ერთი მიმართულება სოციალური მუშაკების საქმეების ადვოკატი. კი ბატონო, ერთ ჩანართს გავაკეთებ, სანამ გადავალ ძირითად თქვენ კითხვაზე. ხშირად საზოგადოებაში ვეშლებით ხოლმე სოციალური მუშაკები სოციალურ აგენტებში. აგენტები არიან ადამიანები, ეს არის პროფესია, რომლებიც დადიან ნამდვილად კარდა, მათ ანუ მოქალაქეებს სოციალური შემწეობისთვის ქულას უთვლიან. ისინი არიან სრულიად სხვა ადამიანები და იმათი პიროვნული ბრალი რო არ არის და სისტემის ბრალია როგორ ითვლის ქულას, ის ცალკე სასაუბრო თემაა, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში სოციალური მუშაკები ვართ ადამიანები, რომლებიც პირიქით გაძლიერებაზე, მათ მხარდაჭერაზე, როგორც კი შემწეობის, ასევე ეს ფსიქოლოგი იქნება, იურისტი იქნება, სხვადასხვა სერვისების ჩართვა იქნება, ამის მობილიზებას ვახდენთ ბენეფიციარისთვის. ამიტომ განსხვავდებით ამ მიმართულებით და ხშირად ჩვენზე არასაფუძვლიანად აქვთ ხოლმე აგრესია საზოგადოებაში. რაც შეეხება შენს კითხვას, ანა, რომ აი რას აკეთებენ, რომ უფრო თვალსაჩინო იყოს, ხო, აი რაც არის ბავშვთა შრომა თუ ბავშვთა მიმართ ძალადობა, ხანდაზმულთა რაღაცა პრობლემები, ძალადობის ხვერპლი ქალები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მათ შორის სოციალურად დაუცველი პირები, ანუ და მინდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებს, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს, ვისაც იმ ეტაპზე შეექმნა სოციალური პრობლემა, სოციალური მუშაკები ამ მიმართულებით, ყველა მიმართულებით მუშაობენ, მოკლედ. მაგრამ რო დაუბრუნდეთ ძირითად საკითხს, რაც არის აი ძიმე შრომითი პირობები, ხო? სწორედ ეს განსაზღვრავს რეალურ შემთხვევაში, რატომაც ვერ ახდენს ფიზიკურად შეუძლებელია ხარისხიანად იმუშაო, როდესაც ერთ სოცმუშაკს უწევს 3-4 სოციალური მუშაკის საქმის განხორციელება. და ჩვენ ძალიან ხშირად ვამბობთ კიდევაც, რომ ეს სოციალური მუშაობა არ არის ტექნიკური საქმიანობა, რომელსაც დაასრულებდა იმ დღეს დახურავ საქმეს და მორჩება. ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს იმ ოჯახთან, იმ ადამიანთან, მუდმივი ზედამხედველობა და წარმოიდგინეთ დღეში რომ მომართვიანობა მოქალაქეების მიმართ შეიძლება იყოს 100, 200 და კადრი არ ყავს საკმარისი, რა თქმა უნდა ის ვერ გაწუდება. სულ 24 საათი, 7 დღე 24 საათი მუშაობდეს, გამორიცხულია რომ ყველასთან იმ გულისხმიერებით, იმ რაღაცა ენთუზიაზმით მივიდეს და დაელაპარაკოს და თან სერვისებიც არ აქვს, ფაქტობრივად მარტო სოცმუშაკი შედის ოჯახში, ვერაფერს ვერ თავაზობ და გამოდიხარ უკან. შენი მამოტივირებელი საუბრებით მოსმენი და ინტერაქციით თუ შეიძლება რაღაცა ხარდაჭერა აღმოუჩინო, თორე ფაქტობრივად ვერ ამისამართებ, იმიტომ რომ ფსიქოლოგთან გადაამისამართებ, 3 თვე უნდა ელოდოს, თავშესაფარში გადაამისამართებ 5 თვე ან 1 წელი უნდა ელოდოს და ფაქტობრივად იმ დროს, როცა ყველაზე მეტად ჭირდება ბენეფიციარს, ვერ ეხმარები. და ამ სერვისების უმეტესობა, როგორც უკვე აღნიშნე, მაგრამ კიდევ უფრო თვალსაჩინო რო გავხედოთ, ამ სერვისების უმეტესობა, რომელიც ისედაც მწირი იყო და ისედაც ძლიერ ახერხებდა სოციალურ მუშაკი, ხო, ბენეფიციარის ჩართვას ამ სხვა საჭირო სერვისში, იყო დაფინანსებული სწორედ და არის დღემდე დაფინანსებული სწორედ დასავლური მხარდაჭერის ხარჯზე და ახლა ესეც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და ის მწირი შესაძლებლობებიც, რომელიც სოციალურ მუშაკს აქვს იმისთვის, რომ საფუძვლიანად კომპლექსურად იმუშაოს თითოეულ ბენეფიციართან, ესეც ფაქტობრივად ხელიდან ეცლება. და მე მგონი აუცილებლად უნდა ვისაუბროთ აი ამ სრულიად აბსურდულ მიზეზზე, რომელიც დაუსახელეს ახლად გათავისუფლებულ სოციალურ მუშაკებს თავიანთ დასაქმების ადგილებზე, რა აღმოჩნდა მათი გათავისუფლების მიზეზი და თან რა მოცემულობაში? ზოგადად სოციალურ მუშაკებს, როგორც აღნიშნე, გამოცდილება ამის ყველაზე კარგად ჩვენ გვაქვს, იმიტომ რომ მართლა ყოველთვის კრიტიკულები ვარ და ალბათ ამის გამო ვისჯებით ხოლმე. მიზეზი ზოგადად ამას არ სჭირდება. 2019 წელს იყო რეორგანიზაცია, სადაც
ამ რეორგანიზაციის საფუძვლით გაათავისუფლეს 33 სოციალური მუშაკი აი ამ სოციალური მომსახურების სააგენტოში და ეხლაც მაშინაც ეს მიზეზი არ ყოფილა. ჩვენ უკავშირდებდით რა თქმა უნდა გაფიცვას, რომელიც რამდენიმე თვით ადრე იყო და ვითხოვდით სწორედაც აი ამ სერვისებისა და პროგრამების გაუმჯობესებას და ამის მერე დაიწყო სამსახურმა რეორგანიზაცია და იქაც მოყვნენ ისეთი ადამიანებიც, რომლებიც საერთოდ არ იყვნენ გაფიცვაში მონაწილეობა, საერთოდ არ ჰქონდათ მიღებული, ერთიანად ესე გადაწყვიტა სამსახურმა რომ 23 ჩვენ რატომღაც რეორგანიზაციას როცა საუბრობთ, ვიღებთ რომ თითქოს რეორგანიზაცია რახან ტარდება, ესე ადამიანებს სამსახურიდან დაგაუშვეს. რეორგანიზაცია თავის თავში გულისხმობს იმას, რომ უნდა მოხდეს ალტერნატიული პოზიციის შემოთავაზება და არა ის რომ სამსახურიდან გაშვებას არ გულისხმობს რეორგანიზაცია. ანუ ეს შემოგვასაღა ხელისუფლებამ, რომ თითქოს რეორგანიზაციის დროს ხალხს ათავისუფლებენ. არა და თქვენ იმ პოზიციის საპირწონე პოზიცია უნდა შემოგთავაზონ რეორგანიზაცია. სიტყვაც მაგას გეუბნება და რეორგანიზაცია არის და არა რაღაცა გაშვება სამსახურიდან. ამიტომ დიახ, გეთახმებით და აი გავაგრძელებ მაგ ამბავსაც, რომ ეხლაც მხოლოდ იუსტიციის სამინისტროში დაქვემდებარებულ დანაშაულის პრევენციის სააგენტოდან გაუშვეს ხალხი. უბრალოდ სხვადასხვა დეპარტამენტები აქვს, იქ რეფერილების ცენტრია, იქ მედიაციის ცენტრია და ასე შემდეგ და სხვადასხვა დანაყოფებიდან მოხდა ამ ხალხის გათავისუფლება. რომელთაც დაუსახელეს, ქონდათ უпростоრად ხელშეკრულებები 4 თვიანი დადებული აღმოჩნდა. ესეც მავნე პრაქტიკა ასევე ნამდვილად, იმიტომ რომ აქ არ არის ჩაწერილი, რომ გამოსაცდელი ვადით იყო ეს 4 თვე დადებული. აი უბრალოდ დამსაქმებელმა 4 თვით დეკემბრის ბოლომდე დაუდო ხელშეკრულება ყველა მათგანს და ვინცაც ეს გრძელდებოდა ხოლმე. კი, ამაინტერესებს ისეთი ვინ განკარგავს ამ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ამ განცხადებებს, ვინ აკეთებს? ეხლა მაგალითად კულტურის სფეროს წარმომადგენელი და კულტურის სამინისტრო ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტრო. კი, იუსტიციის სამინისტრობაში არიან დაქვემდებარებულები, რომელსაც დაუსახელეს, რომ არის ფინანსური კრიზისი და რა თქმა უნდა, ეხლა რატო გაქვთო კითხვა, რომ აღარ გაგიგრძელებდით ხელშეკრულებას, თქვენ იყავით დროებით ხელშეკრულებით დასაქმებული იანვრამდე და მერე უბრალოდ აღარ გიგრძელებთ. და აი მინდა უბრალოდ თქვენს ყავს ხაზზე და მალე მინდა რა ჩავწოთ. კი ბატონო, როცა მეტყვი გავჩერდები რეორგანიზაციასთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს სამსახურები გადატვირთული და რა თქმა უნდა შესაძლებელია, რომ მართლა შრომით ხელშეკრულებით დასაქმებული პირი უბრალოდ აღარ გჭირდებოდეს, იმიტომ რაღაც სეზონური საქმე იყოს, ან მართლა რაღაცა შემთხვევაში პროექტი დაიქირავე და დაუმთავრო იმ ადამიანს და მართლა დამსაქმებლის პრეროგატივაა რომ რაღაც გაგიშვას, ან რეორგანიზაციიდან რაღაცნაირად განტვირთოს სამსახური, მაგრამ გეტყვით რა ხდება სოციალური მუშაკების შემთხვევაში. როგორც ანამ აღნიშნა დასაწყისში, ჩვენ გვაქვს ყველა სამსახურში კრიტიკული დეფიციტი, ან კატასტროფულად მცირე რაოდენობა ყავს ყველა სამსახურში სოციალური მუშაკების. და პირიქით კანონი არსებობს სოციალური მუშაობის შესახებ, რომელიც 2018 წელს შევიდა მიიღეს და 2025 წელს გეგმა იყო გაწერილი, რომ უნდა შევიდეს თავიდან ბოლომდე ძალაში. აქ აი ამ სამოქმედო გეგმაში ამ კანონის არის გაწერილი, რომ ყველა უწყებაში, მათ შორის იუსტიციის სამინისტროში, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 50 მინიმუმ 50 კადრით უნდა იყოს მატება. ანუ წესით გაფართოების ვალდებულება აქვს თავის თავზე აღებული. და მიზეს ვერ ხვდებით, თორე ხო გასაგებია, რომ შეიძლება შრომით ხელშეკრულებით დასაქმებულ ადამიანს არ გაუგრძელო ხელშეკრულება, მაგრამ ჩვენ ვართ სხვა რეალობის წინაშე. სოციალური მუშაკები არიან იმდენად მცირე რაოდენობის, რომ იმასაც კი ვერ პასუხობენ, რაც 2 წლის წინ რაოდენობა უნდა ყოლოდათ. არათუ გაშვება. ამაზე არის, რომ არც ერთ ადამიანს არ ქონია არ წინასწარ განწყობა, მათ საქმეები ეწერებოდათ, მუშაობდნენ და 6 დღით ადრე, როცა ხდება ხოლმე, რომ ვინმე რომ უბრალოდ გადის შვებულებაში, ისიც კი ერთი თვით ადრე აფრთხილებს. ესეც უნდა ვთქვათ, რომ სულაც რომ მოხდეს ჩანაცვლება ამ ადამიანების ან უკვე დარჩენილი კადრებისთვის გადანაწილება ამ საქმეების, ესეც თავის მხრივ ძალიან აზარალებს ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდების ხარისხს. და მოდი, ახლა მე რამდენადაც ვიცი, შეგვიძლია რომ ჩავთოთ ქალბატონი ნინო ჩვენს ეთერში. ნინო შატბერაშვილი მას არის. მით ჩვენი ხმა ნინო შატბერაშვილი გახლავთ სოციალურ მუშაკთა ასოციაციის და ასევე უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი. ნინო, მადლობა რომ გესალმებით.
გთხოვთ თქვენი პოზიციაც რომ გითხრათ ახლა მე და სოფო საუბრობდით არ ვიცი რამდენად გქონდათ შესაძლებლობა რომ მოგესმინათ ჩვენთვის და მიმოვიხილეთ მეტნაკლებად ის გამოწვევები რომელთა წინაშე სოციალური მუშაკები წლების განმავლობაში დგანან კაბალური შრომითი პირობები წნეხი რეორგანიზაციები რომლებიც გაიარეს წინა წლებში და ის საჭიროებები რომელიც რეალურად ითვალისწინებს სოციალურ მუშაკთა რაოდენობის ზრდას და ამის ნაცვლად ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე რომ აი გავიგეთ რომ გუშინ უკვე 10-მდე სოციალური მუშაკი გაუთავისუფლებიათ სრულიად ესეთი უცნაური ახსნა განმარტებით. როგორ შეაფასებდით ამ ვითარებას რასთან გვაქვს საქმე და რა პრობლემები შეიძლება წარმოქმნას ერთის მხრივ პროფესიის განვითარების კუთხით ან იმ მიღწევების შენარჩუნების კუთხით რაც უკვე არსებობს და მეორე მხრივ ბენეფიციარებისადმი სათანადო სერვისის მიწოდების კუთხით. დიდი მადლობა მოწვევისთვის. სოფოს ბოლო ნაწილი მოვისმინე, გადასარევად ჩამოაყალიბა, რაც ხდება. შევავსებ ერთ ნაწილში, უბრალოდ ძალიან მინდა ამაზე გავამახვილ ყურადღება. აი ნახეთ 2018 წლიდან, რაც კანონი სოციალური მუშაობის შესახებ მივიღეთ, როგორც სოფომ აღნიშნა შესანიშნავად, იგეგმება რაოდენობის ზრდა, თუმცა ეს რაოდენობის დაც არ შეიძლება ხელოვნური პროცესი იყოს, ხო, რეალურად რას ეფუძნებოდა ამ ოდენობის სოციალური მუშაკების დამატება თითოეულ უწყებაში, თავიდანვე არ იყო გასაგები. აი რატომ 50 და არა 51 ან 47, ხო? თანაც ესე ხელოვნურად რაოდენობის ზრდა, როცა კადრი არ გაქვს და თან უნივერსიტეტებს ორ უდიდეს საქართველოს უნივერსიტეტში არის განვითარებული სოციალური მუშაობის პროგრამები, საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო, ხო? უნივერსიტეტებს არანაირ მხარდაჭერას არ აღმოუჩენს სახელმწიფო, ვთქვათ, რომ აი გაიზარდოს მაღალკვალიფიციური კადრის მომზადების შანსი, ხო? აი ეს გაჩნდა ეს შანსი მხოლოდ ეხლა, როდესაც გამონაკლისს პროფესიას და ჩამონათვალში აღმოჩნდა სოციალური მუშაობა, რატომღაც არჩევნების წინ. და 2018-დან დღემდე აი რამდენი წელი გავიდა, ნუ თუ არ შეიძლებოდა ხელშეწყობა უფრო ადრე და თან ხელოვნურად რაოდენობის ზრდა საერთოდ ავტომატურ რეჟიმში ხარისხის ზრდას არ გულისხმობს. ისედაც დიდი გამოწვევების წინაშე მყოფი პროფესიისათვის, რომელიც საჯარო სექტორში, როდესაც არის დაქირავებული, ხო, სოციალური მუშაკი, რომლის როლიც არის რეალურად მედიაცია სახელმწიფოს საზოგადოებასა და შედარებით საზოგადოების გარიყულ ან გარიყვის პოტენციის რისკის მქონე ადამიანების, ხო? და აი ეს როლი აქვს საჯარო სექტორის მიერ არის დაქირავებული, თითქოს მისგან ელიან რომ ავტომატურად აღასრულოს სახელმწიფო პოლიტიკა და თან უფრო მაკონტროლებლის როლში ვიდრე მხარდამჭერის, მზრუნველის როლში, როგორც შეიქმნა ეს პროფესია თავის დროზე, მას დასავლურ ქვეყნებში, ჩვენ ქვეყანა საერთოდ აკრძალული იყო 2000 ვთქვათ, აკადემიურ სივრცეში 6 წლამდე და 2000 წლამდე მთლიანად პოსტსაბჭოთა სივრცე რადგან ვიყავით, ხო, აი მერე დაიწყო პროფესიის განვითარება და წარმოიდგინეთ, ამ ხელა გამოწვევების წინაშე ისედაც პროფესია საჯარო სექტორში, რომ აი პროფესიული მანდატიდან არ გავიდეს სოციალური მუშაკი და ამას ორგანიზაციული კულტურა დიდწილად განაპირობებს, შეინარჩუნებს პროფესიული მანდატის უფრო სათაყვანებელ როლს თუ პირიქით მეორე როლს მაკონტროლებლის. თან ეხლა სოფომ და ანიმ რაც ახსენეს რომ იუსტიციის სისტემის ხალხი გაუშვეს, იმ სისტემაში მით უფრო, იმიტომ რომ მაინც ყველაზე უფრო მარგინალიზებული მოწყვლადი მომსახურების მიმღები ყავს, ხო? და 2013 წლიდან რო დაიწყო თითქოს სისტემის ჰუმანიზაცია, რა ძალიან მისასალმებელი იყო, იქ შევიდნენ სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები, ანუ მხარდამჭერი პროფესიის წარმომადგენლები, ხო? მართლაც ამ ხალხს ესჭირდებოდა. ვამბობ მომსახურების მიმღებებს, ხო? და უცებ ამ სისტემიდან, აი ამ მოვლენების ფონზე, საჩენს უბრალოდ ნამდვილად ამ მოვლენების ფონზე, თან ეხლა ავირიდებ გვარების თქმას, მაგრამ ვიცი რამდენიმე მათ შორის ჩვენი კურსდამთავრებული, აი უშუალოდ ვისაც ვასწავლიდით მე და ჩემი კოლეგები და საუკეთესო კადრი თავის პროფესიული ფასეულობებით, შემართებით, ცოდნით, რაც მთავარია და გამოცდილებით. ფაქტია, რომ ამიტომაც დაიქირავა ამ სისტემამ, ხო, ეს ახალგაზრდა ხალხი. და უცებ ასე უაპელაციოდ, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ფინანსური კრიზისი, კი, მაგრამ ფინანსური კრიზისი თუ გვაქვს, იანვრიდან ესე იგი ეს ადგილები არ შეივსება, ესე იგი ის ადამიანები, ვისაც ეს ხალხი მომსახურებას აწოდებდა, მომსახურების გარეშე დარჩება, თუ მათ გაუგებარი პროფესიული წარმომავლობის ხალხი მიაწოდებს ამ მომსახურებას, რასაც ვერ შეძლებს, ხო? ეს კითხვა ჩდება, თუ აი მანდ არის სწორედ დამალული ძაღლის თავი და
ამ განათლების სისტემის პარალელურად მიმდინარე სერტიფიცირების პროცესი, რაც უკვე ვახსენე, აი 50-ით უნდა შეივსოს ყველა უწყებაში და როგორ შევავსოთ თუ არა პარალელური სისტემა, რომ მოვამზადოთ ვიღაც ხალხი გაუგებარი, ესე იგი აღტკინებით, რომ გახდეს სოციალმუშაკი, ხო? აი რა მიზეზით რო არ ვიცით მაინც ბოლომდე, აი იმ ხალხით ჩანაცვდეს თუ რა ხდება 2025-ში, რომელიც ზეგ არის ლამის, ხო? ამიტომ ნამდვილად გოგოებს დავეთანხმებით ჩემ კოლეგებს სტუდიაში ანის და სოფოს, რომ ნამდვილად ძალიან უცნაური რამით დაგვირგვინდება წლევანდელი წელი ჩვენ სფეროში, ნამდვილად. არა მარტო თქვენ სფეროში, ყველა სფეროში და ესეც ბუნებრივია, რა საკვირველია ეს ნაწილი. თქვენ სფეროში. აი ნახეთ, აი ერთი რაღაც დამავიწყე, ხო, რისი თქვა მინდოდა. ესე იგი, აი ერთ-ერთ უწყებაში ჩვენმა კოლეგებმა შესვენების დროს შეუერთდნენ აქციას და გამოხატეს პოზიცია, ხო, ჯერ ერთი სოციალური მუშაკის როლი არის სოციალური პრობლემებისთვის ბრძოლა და ამ პროფესიას ბევრ ქვეყნებში იმიტომ აკრიტიკებდნენ სწორედ, რომ მხოლოდ ინდივიდუალურ შემთხვევებზე მუშაობდნენ, ხო? და ასე სოციალური პრობლემები ვერ გვარდება და ამის გამო ბევრ ქვეყნებში სპეციალურად შეიქმნა სოციალური მობილიზების, მაკროდონეზე სოციალური მუშაობის პრაქტიკა და ასე შემდეგ, სათემო და ასე შემდეგ, რაჯერ არ გვაქვს განვითარებული. მაგრამ ჩვენ ქვეყანაშიც ისეთი ტენდენცია ზოგი უწყება პირდაპირ ხელს უწყობს იმას, რომ მხოლოდ ერთი ადამიანის პრობლემაზე იყოს სოციალური მუშაკი კონცენტრირებული. აი რო არ მოხდეს პრობლემის მთელ ჭრილში დანახვა. არა და ამ ერთი ადამიანის გავლით რეალურად სოციალური მუშაკი ყველაზე კარგად ხედავს იმ სისტემურ ჩავარდნებს, რომელიც არსებობს, ხო? მაგრამ ნახე თუ ერთი ადამიანის პრობლემა კი არ არის, თავისთავად არის სოციალური პრობლემა და ასეთ კიდევ ათასობით ადამიანია, მას მართებს კიდეც პოზიციის დაფიქსირება და ეხლა სულ რომ არ იყოს ქვეყანაში ეს პროცესები მიმდინარე, ზოგი აი იმ უწყებებს, სოციალურ მუშაკებს მართებდათ კიდეც, რომ საჯაროდ გაეკეთებინათ ამ განცხადება, ამ თქვათ პოზიციონერება მოეხდინათ, რომ აი ეს სოციალური პრობლემები ან ვუერთდებით ამას, გმობთ ამას, ეს მისი უფლებაა, ხო? ჩვენი სამართლებრივი სივრცეშიც კანონიც იქნება შრომის კოდექსით დაწყებული, ჩვენ ამას არ გვიგზავნოს და უცებ იმ ადამიანებმა, იმ კოლეგებმა ჩვენიშნა მიიღეს ძალიან არამისაღები მიუღებელი ფორმით, ხო? ამაზე კი ასოციაციამაც მოახდინა რეაგირება, მაგრამ აი ნახეთ ესეთი რაღაც ხდება, ესე გამოდის, რომ ჩვენ პროფესიის განვითარების 25 წლის თავზე მაინც ვაწყდებით იმას, რომ დამქირავებლების სოციალური მუშაკების იმ ქვეყანას, სადაც ამდენი სოციალური პრობლემაა, ვერ იაზრებენ რა არის ამ ხალხის პროფესიული ვალდებულება, არათუ სურვილი გააკეთონ თუ არა ესე ან ირეაგირონ თუ არა ასე ან სხვაგვარად. არამედ პირდაპირ ვალდებულება. თავიანთი მანდატის, პროფესიული მანდატის აღსრულების პროცესში არიან და ამაზე იღებენ შენიშვნას. ეს თემები არის უკვე ძალიან ესე იგი შემოწმებელი პირდაპირ. ნინო, ძალიან დიდი მადლობა. ფაქტობრივად ყველაფერზე ისაუბრე, რაც მინდოდა მეკითხა და აი როგორ ხედავ ახლა რა შეიძლება იყოს ჩვენი გამოსავალი. ანუ ერთის მხრივ პროფესიულ თემს როგორ შეგვიძლია რომ გავაძლიეროთ ერთმანეთი ამ პროცესში, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებმაც სამწუხაროდ უკვე უსამართლოდ დატოვეს თავიანთი დასაქმების ადგილები და მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე თავიანთი უფლებების დაცვისთვის ეს ადამიანები იზრუნებენ და ჩვენ რა თქმა უნდა გვერდში დავუდგებით. არის უამრავი სოციალური მუშაკი, რომელიც ამ წნეხს გრძნობს ახლა, ხო? იქნება ეს მათ შორის ამ გათავისუფლებებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ეს არის მესიჯი მათთანაც, ხო? ერთგვარი რომ თუ კი ისინი გაბედავენ და კვლავ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას, ან რამე კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ, არა მხოლოდ საჯაროდ, არამედ სამსახურის შიგნითაც ეს შეიძლება გახდეს მათი გათავისუფლების მიზეზი, ასევე ვხედავთ საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებს. როგორ ფიქრობ, როგორ შეიძლება გავაძლიეროთ ეს პროფესიული თემი შიგნით, იმისთვის რომ მაქსიმალურად დავიცვათ ისინი და დავიცვათ ის ბენეფიციარები, რომელთაც ისინი ემსახურებიან. ცოტა რთული კითხვა მესმის ახლა ამ რთულ მოცემულობაში, მაგრამ არა, მაგრამ აი რაღაც კონტური ხო ასე გვაქვს უკვე პროფესიული თემი უნდა მობილიზდეთ აუცილებლად, აგერ გაერთიანება ჩვენი ახალგაზრდა კოლეგები, როგორც საოცრად მართავენ ამ თავიანთ ახალბედა ორგანიზაციას ქვია, მაგრამ ჩანა ყველგან, ხო? იმიტომ შრომითი უფლებების საკითხში მაგალითად ძალიან პროაქტიულადაც კი არათუ მაშინათვე, ესე იგი მყისიერად რეაგირებენ, ხო? და აი როგორც ასოციაცია ასევე გაერთიანება
გაერთიანება, ასევე ჩვენ გვაქვს სოციალურ მუშაკთა კლუბიც და ყველანი უნდა და ვართ უკვე ამ პროცესში მობილიზდეთ, რომ ნამდვილად დამქირავებლებმა მინიმუმ ეს მაინც სასწრაფოდ უნდა გავაკეთოთ, აგვიხსნან, დაგვისაბუთონ აი ამ სოციალური მუშაკების დეფიციტის ფონზე კონკრეტული თანამშრომლების სამსახურიდან ახალი წლის წინა დღეებში დათხოვნა იმ მიზეზით, რომ კონტრაქტი არ გრძელდება და ფინანსური კრიზისი გვაქვს, რატომ ხდება? ეს უნდა დაგვისაბუთონ ნამდვილად. და ეს არის ნამდვილად გასაპროტესტებელი, იმიტომ რომ აი ხო გეუბნებით 11-იო მე ესე გავიგე და აი ამ 11-თაგან უმრავლესობა პროფესიული ნიშნით ვიცი ხო რაღაც არის შემოდის, ამიტომ ესე იგი უმრავლესობა ვიცი პროფესიული ნიშნით, ესე იგი რა პოტენციის, რა რესურსის მქონე ადამიანია და როგორ ამშვენებს იმ სისტემას, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დიდი ჯაფა, რომ კიდევ უფრო და უფრო ჰუმანური გახდეს და სწორედ ასეთი პროფესიის წარმომადგენლები იყვნენ იქ უმრავლესობაში, ფსიქოლოგები, სოციალმუშაკები, თუ საჭიროა ექიმები, თუ სჭირდება სისტემაში ხალხს. პრაქტიკულად სოციალურ მუშაკებს პროფესიას უცვლიან, ასე გამოდის, რაღაცა სხვა რაღაცა სჭირდება. ყველა საჯარო ხელს უცვლიან პროფესიას სინამდვილეში უკვე ესეც. აი რა გითხრათ, არა საიმედო რეალობის წინაშე დავდექით ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა ჩართვისთვის, თქვენი დროისთვის და მე იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში იმ მოცემულობაში, როდესაც ჩვენ ვართ ასევე ამ საერთო დიდი ბრძოლის ნაწილი, ჩვენ ნამდვილად შევძლებთ სასურველი შედეგის მიღწევას და იმ მიღწევების შენარჩუნებას, რაც აქამდე სახელმწიფომ ალბათ თუ კარგად რაღაცნაირად მოვიტანეთ თავი აქამდე და ახლა აი ძალიან სამწუხაროა საერთოდ ის, რომ იმაზე კი არ ვსაუბრობთ, რა არის განსავითარებელი და რომ რაღაც განვითარების ტემპი შემცირდა და ასაჩქარებელი გვაქვს რაღაც პროცესები, რაც თქვა რამდენიმე წლის წინ აი ამ ტიპის κρიტიკა გქონდა ხოლმე, ახლა გვაქვს მოცემულობა, რაც კი გვაქვს, იმასაც კარგავს და ამ ყველაფერში აი აქამდე როგორც მოვიდნენ თქვენი ასე ვთქვათ თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებებით, უფლებადამცველებით ძალიან ბევრი შრომა გაიარეს ამ ევროინტეგრაციის გზაზე, რომ მოეპოვებინათ ბევრი რაღაცის უფლება. აი უამრავი შრომა, უამრავი გათენებული ღამები და იმ ეტაპზე ვიყავით, უკვე რომ შეიძლებოდა ძალიან ბევრი რამის გაკეთება და უკვე ამუშავება და ეხლა ისევ გადავედით. ისევე როგორც სხვა ყველა სფეროში განსაკუთრებით საჯარო მოხელეებთან მიმართებაში, მთავარი კრიტერიუმი გახდა, რომ ხარ თუ არა ერთგული ამ პარტიის, რომელიც ხო, კომკავშირის მდივნები რო ეგ არის შენი პროფესიონალიზმი, შენი გამოცდილება, შენი მომავლის ხედვა, არაფერს მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არის, რამდენად ერთგული ხარ იმ თავრობის ბრჭყალებში, რომელიც ახლა ხელისუფლებას. სანდრო, საინტერესოა იურიდიულ ჭრილში, ვთქვათ, რამდენად გამართული და სწორი არის, როდესაც ახალი წლის წინა პერიოდში აი ესე უცბად გეუბნებიან, რომ გათავისუფლებული ხარ სამსახურიდან. აი, ხო არის იურიდიული წესები, ხო არის? აი, შემთხვევაში როგორ არის, იცით, ეს სასამართლოსთვის არ არის გათავისუფლება, როგორც ასეთი, იმიტომ რომ მუდმივ შტატზე დასაქმებული ადამიანის გათავისუფლება არ ხდება. ხდება უბრალოდ ხელშეკრულების არ გაგრძელება. რომელიც იყო 1 იანვრამდე. მაგრამ ეგეც საკვლევია და ჩვენი პროფესიული კავშირი, რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში არის მაქსიმალურად ჩართული, ჩვენი იურისტები, რომ რა საფუძვლით მოხდა მაინც და მაინც რაღაცა ხელშეკრულების დროებით დადება, გამოსაცდელივად იყო თუ არ იყო და ასე ეს არის, ხო, ხელშეკრულება უნდა ჩავხედოთ აუცილებლად, ეხლა ჩვენც გუშინ თან ეგეც აღსანიშნავია, რომ 5 საათის მერე მოხდა, როცა უკვე უფროსები სამსახურში არ იყვნენ და ვერცერთი დასაქმებული ვერ მოთხოვდა პასუხს და იჩარმა მე რამდენადაც ვიცი უშუალო უფროსებმა არც კი იცოდნენ. არა, ხო, სამმართველოს საკმაოდ ზემოდან მიღებული გადაწყვეტილება და უშუალო ხელმძღვანელები, რომლებმაც ყველაზე კარგად იციან როგორ ასრულებენ ეს ადამიანები თავიანთ საქმიანობას, მათ არ ხელეწიფებოდათ საერთოდ გავლენის მოხდენა ამ. ეს არის მოულოდნელი, რომ სრულად ამ ადამიანებს საქმეები ეწერებოდათ, მუშაობდნენ, სამმართველოს უფროსები ანგარიშს იბარებდნენ როგორ რანაირად და ამ დროს ხდება, რომ თურმე შენ აღარ გიგთ. ამის წინაპირობა არ ყოფილა არაფერი, არც ერთი საუბარი, რომ ამ ადამიანებს რაღაცა მზაობა ქონოდათ, რომ კარგი მე თუ ვასრულებ ან დეკემბრის ბოლომდე ბენეფიციართან მუშაობა ხონდა ჩავანაწილებ, ხო, ამ საქმეზე ჩვენ ხო ეხლა რაღაცა რობოტებთან მართა და ტექნიკასთან არ გვაქვს საქმე, ადამიანთან გვაქვს, რომელიც შენ ჯერ ამდენი გაწიერო, ეს დობა მოგეპოვებინა, რაპორტი დაგემყარებინა, მასთან გემუშავა და ეხლა გამოდის, რომ ამ ადამიანებს როგორც ქალბატონმა ნინომაც აღნიშნა, სატოვებ ჰაერში უშვებ, როცა
დანარჩენი სოციმუშაკებიც კი იმაზე ზეგანაკვეთურად მუშაობენ, ვიდრე მათ ევალებათ და ამის ანაზღაურებაც არ ხდება. და ანუ საიდან დაიგეგმა, როგორ დაიგეგმა, რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ აი ამ პროცესებთან არის დაკავშირებული. ერთი არის და თან ქალბატონ ნინომაც აღნიშნა და ჩვენც ვიცით ამის შესახებ, რომ მართლა საყვედურები მიიღეს იმის გამო, რომ ეს 1 საათიანი შესვენების დრო, არ ვიცით კონკრეტულმა ამ ადამიანებმა თუ არა, სხვა სამსახურში შესაძლებელია, მაგრამ ესეც გამოვლინდა, რომ 1 საათიანი შესვენების დროს, როდესაც მათ გამოიყენეს თავიანთი თავისუფალი დრო პროტესტის დასაფიქსირებლად და პროტესტისთვის შესაერთებლად, უთხრეს, რომ ეს მხოლოდ კვებისთვის არის გამოყოფილი, თურმე ეს დასვენების დრო და თუ სხვა მიზნით იყენებთ, ეს უნდა შეგვითანხმოთ, რაც რა თქმა უნდა არ არის კანონიერი, საერთოდ კანონის ფარგლებს ცდება ამ ტიპის კომენტარის გაკეთებაც კი და ეს არის ასევე წნეხის ერთ-ერთი მეთოდი. ხო, და აი ამ მოცემულობაში ერთი არის ეს სამართლებრივი წმინდა ნიუანსები, პატარ-პატარა ნიუანსები, რომელიც ახლა ჩვენ ვიკითხეთ, რომ ხელშეკრულების საფუძველზე იყვნენ ესენი დასაქმებულები, თუ საჯარო მოხელის სტატუსი ჰქონდათ, თუ ასე შემდეგ, მაგრამ მეორე არის დიდ სურათში დავინახოთ, რომ რეალურად საჯარო მოხელეები და არა სტატუსის მქონე პირები, რომლებიც ასევე არიან ამ საბიუჯეტო ინსტიტუციებში დასაქმებულები, ძალიან პირობითად არიან დაყოფილები. რეალურად ყველა ეს ადამიანი ემსახურება ამ ქვეყნის მოქალაქეებს სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა როლში და ყველა ფინანსდება ჩვენ მიერ გადახდილი გადასახადებით შევსებული ბიუჯეტით. ამიტომ პრინციპში და ამაზეც არის იურისტებს შორის გარკვეული მსჯელობები და პროფესიული გაერთიანებები ამაზეც მსჯელობენ, ეს ერთნაირი სტანდარტები უნდა ვრცელდებოდეს ყველა ამ ადამიანზე და ალბათ ამ ხრივაც ბრძოლის რაღაცა საერთო პრაქტიკებით ჩამოყალიბდება, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება სოციალური მუშაკებით დაიწყო, მაგრამ ეს პროცესი აქ არ დასრულდება. აქამდეც იყო მე მგონი სხვა შემთხვევებიც, როდესაც საჯარო ინსტიტუციებიდან გაათავისუფლეს ადამიანები და ალბათ ეს ტემპი ახლა ასე ვთქვათ გაიზრდება კიდევ უფრო მეტად და შესაბამისად სხვა ტიპის სამართლებრივი თუ სხვა ფორმის ასე ვთქვათ წინააღმდეგობა ამ ყველაფერთან დაკავშირებით აუცილებლად მობილიზდება არასამთავრობო სექტორიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან, პროფესიული თემებიდან და მე იმედი მაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი მოცემულობაში ვართ, როდესაც სასამართლოს ნდობა ფაქტობრივად დაკარგულია და აღარ არსებობს, არის ჯერ კიდევ ასე ვთქვათ შესაძლებლობა, რომ საერთაშორისო სასამართლოებში ვიდაოთ, იქ დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე. სამწუხაროდ დრო იწელება მაგაში, მაგრამ ხო. ეგეთ ვითარებაში ვართ, თორსა სხვა გზა არ არის. სიმართლის დამტკიცება ადრე თუ არა ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ბრძოლა არ ჩერდება და ეს არის პარალელური პროცესები, რომელიც ალბათ წავა ამ მართულებით. ცხადია, ხო, არა აქვს მნიშვნელობა მართლა არასწორი კომენტარი იყო მაგ თვალსაზრისით. მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება ძალიან დიდი დრო დასჭირდეს სამართლიანობის მიღწევას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის ბრძოლა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენი დრო შეიძლება ამას დასჭირდეს. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემა და საინტერესო ერთად. წარმატებებს გისურვებთ. დროა დავემშვიდობოთ ჩვენს მაყურებელსაც, წარმატებული და მშვიდობიანი დღე მინდა გისურვოთ. შევხვდებით საღამოს რუსთაველზე და ხვალ გადაცემაში. ხვალამდე მშვიდობიან დღეს გისურვებთ.